პრეზენტაცია ალექსანდრე მაკედონელზე. ალექსანდრე მაკედონელი იყო მაკედონიის მეფე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამხედრო ლიდერი ისტორიაში. ის ცნობილია თავისი იმპერიის გაფართოებით და მსოფლიო ისტორიაში მრავალმხრივი გავლენით. ეს არის მთავარი ფაქტები ალექსანდრე მაკედონელის შესახებ. დავიწყოთ. ალექსანდრე დაიბადა პელაში, მაკედონიის დედაქალაქში. მისი მამა ფილიპე მეორე გახლდათ მაკედონიის მეფე, რომელმაც ქვეყნის გაძლიერება და გაწვილი პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგიები განახორციელა. ხოლო დედა სახელად ოლიმპიადა იყო ფილიპე მეორის მეორე ცოლი. იგი ეპიროსის პრინცესა და ცნობილია თავისი ძლიერი ხასიათით და გავლენით. ოლიმპიადა ალექსანდრეს აღზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, განსაკუთრებით მის კულტურული და პოლიტიკური იდეების ფორმირების პროცესში. ალექსანდრეს ნახევარ-ძმად ითვლება ფილიპე მესამე, რომელიც ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მაკედონიის მეფედ გამოცხადდა, თუმცა მან ფსიქიკური აშლილობის გამო ვერ შეძლო დამოუკიდებლად მართვა. ხოლო ალექსანდრე დაქორწინა როქსანაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ იყო აღმოსავლეთში სპარსეთის კამპანიის დროს. როქსანა იყო ბაქტრიის პრინცესა. ალექსანდრის შემდეგ იგი მასთან ერთად ცხოვრობდა და მათ ერთად ვაჟი ალექსანდრე მეოთხე შეეძინათ. ალექსანდრე 20 წლის ასაკში გახდა მაკედონიის მეფე, როდესაც მისი მამა მოკლეს. მალევე დაიწყო სამხედრო კამპანიები, ხოლო მისმა იმპერიამ უზარმაზარი ტერიტორიები მოიცვა. ალექსანდრემ 334 წელს დაიწყო კამპანია სპარსეთის წინააღმდეგ. მისი ცნობილი გამარჯვებულები მოიცავს გრანიკოს, იზოსსა და გუგამელას ბრძოლებს. ალექსანდრის სამხედრო წარმატებების შედეგად მან შექმნა ჰელენისტური კულტურა, რომელიც მოიცავდა საბერძნეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა შერევას. თვითონ 32 წლის ასაკში გარდაიცვალა ბაბილონში. მისი სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია დაიშალა, მაგრამ მისი გავლენა და მემკვიდრეობა დღემდე გრძელდება. ხოლო მოსაზრება ის არის, რომ ალექსანდრე მაკედონელი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამხედრო გენიოსად და ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად. მისი ისტორიით ბევრი ნაწარმოები, ფილმები და დოკუმენტური ფილმები არის შექმნილი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის მნიშვნელობას მსოფლიო ისტორიაში. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.